ამინ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ, მადლობა ღმერთს, რომ მოგვეცა კიდევ საშუალება, ღმერთმა მოგცა საშუალება იმისა, რომ კიდევ ერთი ლიტურგია აგვესრულებინა პირველ შეწირულთა ძღვენთა, ვინც ეზიარეთ, საკურნებელი იყოს სულის და ხორცის თქვენი ზიარება ქრისტეს უხრწნელ სისხლთან და ხორცთან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანების ხსენებას, შეგეწიოთ მათი მადლი, მათი მეოხება და მარხვის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რაც განსაკუთრებულად სულიერი წინსვლა, ასე ვთქვათ, რომ სულიერი წინსვლა მიიღოს. და მეტნაკლებად ვცდილობთ ჩვენ, რომ ჩვენში დავთქმოთ ის მანკიერი ჩვევები, მანკიერი რაც გვაქვს ჩვენს მანკიერება ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, ეს იქნება გემოთ მოყვარების ცოდვა, განკითხვის ცოდვა და ასე შემდეგ. და ადამიანი ცდილობს ამ პერიოდში, რომ განსაკუთრებულად ლოცვით და მარხვით, ღვთის იმედით, რომ ეს ყველაფერი დაძლიეროს და ერთ-ერთი ასეთი ნება, რაც ყველაზე მეტად ალბათ, ყველაზე მეტად თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მეტად აწუხებს ადამიანს და ეს ნება არის თავი და თავი ყველაფერი, ყველანაირი ცოდვისა, ასე რომ ვთქვათ, ეს არის ამპარტავნების ნება და ესაც რა თქმა უნდა ადამიანში მისი, ასე ვთქვათ, უსიყვარულობიდან მოდის, უსიყვარულობიდან ამხრივ, უსიყვარულობიდან სხვის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მეტად რაღაცნაირად ისე გამოდის ხოლმე, რომ ჩვენი თავი მიგვაჩნია ყველაზე დიდად და სხვას არაფრად მივიჩნევთ და აი ამის მაგალითი მაცხოვარს ხშირად მოყავს ხოლმე თვითონ საუბრებშიც და ყველაზე ესე თვალსაჩინო მაგალითი, რაც მოგვიყვანა ჩვენ წმინდა წერილიდან, ეს არის მეზორის და ფარისევლის სიგავი, მოგეხსენებათ ყველას ეს სიგავი და ეს იყო პირდაპირ მიმართული იუდეველი ხალხის მიმართ, იმიტომ რომ ისინი მაშინ ყველას ასე ვთქვათ ზემოდან უყურებდნენ, წარმართებთან ერთად არ ჭამდნენ, გამარჯვებასაც კი არ ეუბნებოდნენ და აი თვითონ ის რა ქვია ფარისევლის ლოცვაც კი, რომლებიც რელიგიურ ელიტას წარმოადგენდნენ, ასე ვთქვათ იმ დროინდელს და ერთ-ერთი ვისაც ჭკვას ეკითხებოდნენ იმ დროინდელი ხალხი ერთ-ერთი ეს ასე ვთქვათ ეს ფარისევლები იყვნენ და აი მისი ლოცვაც კი ისე ლოცვაშიც კი ჩანს ის ამპარტავნება, რომ თავის თავს როგორ იქებს და მადლობს ღმერთს, რომ არ ვარ ისეთი როგორიც მეზვერეო და ღმერთი პირიქით გვეუბნება ჩვენ მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომ არავის არ უნდა გადავამეტო თავი და ეს ამპარტავნებაც ერთ-ერთი ეს არის რა ქვია პირველი ნება, რომელმაც ანგელოზიც კი დასცა, ყველას კარგად მოგვეხსენებათ და მე მინდა წავიკითხო წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა ამ ნების შესახებ და ორივე სიტყვით თუ რამე იქნება კიდე გასამატებელი დავამატე. როგორც ბაღი ვერ წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, როგორც ბაღი ვერ იხარებს გაუსხლელად, ისევე ვერ გადარჩება ადამიანი. თუ მორჩილებითა და სინანულით არ დაძლევს ამპარტავნებას, ამპარტავანი კაცის სული დიდებისა და აღზევებისაკენ მიისწრაფის, მაგრამ მის ნაცვლად ჯოჯოხეთის ფსკერზე ეშვება და როგორც დამპალი ნაყოფის ხილვა არ სიამოვნებს მებაღეს, ასევე არ სიამოვნებს უფალს ამპარტავანი კაცის ლოცვა. ამპარტავანი კაცის სულს უფალთან საერთო არაფერი აქვს, სამაგიეროდ ეშმაკს ახარებს. ამპარტავნების გამო განიდევნენ ანგელოზები სამოთხიდან და ბოროტ სულებად იქცნენ. თავმდაბლობა ზეციდან მოდის და ანგელოზებრივია, ამპარტავნება კი ბოროტს გვაკავშირებს. თავმდაბალი კაცის ლოცვა უფალთან ადის, ამპარტავანისა კი განარისხებს მას და როგორც ნაყოფის სიმძიმე ამპრევს ტოტებს და ფესვ გამხმარი ხე მალე წაიქცევა, ასევე სწრაფად ეშვება ჯოჯოხეთის უფსკრულში ამპარტავანი კაცის სული. რისი გულისთვის მზვაობრობ ადამიანო, როცა შენ მიწა ხარ და ფერფლი, უგუნურო, რისთვის აღივსები ამპარტავნებით. თუ კი მაღალი ღირსება გებოძა, იყავი თავმდაბალი და ნურავის დაამცირებ. თუ ნუ განიკითხავ სხვის ცოდვებს და განკითხვის დღეს დიდებით შეიმოსები. განსაცდელში მყოფს ნუ მიატოვებ და შენი ლოცვა არ იქნება უგულებელყოფილი. უბადრუკო ადამიანო, მითხარი, ვინ შეგგმნა, განაღმერთმა არა, რადარ გეშინია მისი, რადა ამპარტავნობ და მზვაობრობ, რისთვისღა ცუდმედიდობ. თუ კი მიწა ხარ და მალევე მიწად მიიქცევი, რისთვის ამპარტავნობ, თუ კი მალე ჭიისა და მატლის ლუკმა უნდა გახდე. აღიარე შენი უძლურება და ნუღარ მზვაობრობ და რადგანაც უფლის ქმნილება ხარ, ნუ განეშორები შენ შემოქმედს.
აი ეს სიტყვები ყველასთვის დამაფიქრებელი და ყველასთვის ასე ვთქვათ გულში ჩამწნომი თუ რაოდენ საშინელი უნება ამ პარტავნება და რა თქმა უნდა ადამიანი ამ ნებას უნდა ებრძოლოს მოკლას თავის თავში და პირველი ასე ვთქვათ იარაღი ამ პარტავნების დასაძლევად ეს არის თავმდაბლობა. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობის ძალა, ჭეშმარიტი თავმდაბლობის ძალა, არა ცრუ თავმდაბლობის და მოჩვენებითი თავმდაბლობის, იმიტომ რომ ხშირად ხვდებით ხოლმე ესე თავმდაბლობას ჩვენში. სრულ თავმდაბლობას, სინამდვილეში გულში ბოღმით სავსე ადამიანი ვითომ თავმდაბლობს, მაგრამ საქმეზე რომ იდგეს, შეუძლია რომ ადამიანი ყველაფრისთვის გაიმეტოს შემდეგ. ამიტომ ღმერთმა ძალა მოგვცეს, რომ ნამდვილი თავმდაბლები ყოფილიყავით და აი ეს თავმდაბლობა, რომელიც პირდაპირ მიმყვანებელი არის ცათასასუფეველში, ღმერთმა ძალა მოგვცეს ამისი, რომ ჩვენც გამოვიმუშაოთ ჩვენში, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ჩვენთან არის ღმერთი.